მოკლედ მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო ეს დათის მანქანების კოლექცია ეს არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა ვიდეოს დალაიქება გამოიწერთ არხი დალაიქეთ ვიდეო დღეს ჩვენი გახსოვდება იქნება WAZ-21.011 და ეს კონკრეტული მოდელი WAZ-21.0.5 არ გეკონოთ აი ამის მოძებნა აი ესე დამჭირდა როგორც აი $4 მაქვს თქვენ მე გახსოვთ გადავიღე ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო ნახოთ და ეს არის 05 07 არ გეგონოთ იმიტომ რომ აი 07-ს და იმას ხედავთ განსხვავება რო აქვს ერთმანეთში აი მას სხვანაირი აქვს რაღაცები ამას ესეთი სხვანაირი აქვს პირველი დავიწყოთ ამ მოდელით აი მოდელზე დიდი ხანი ვეძებდი როგორც იმას $-ს და ძელს ვიპოვე და თან $-ში არის ეს რაღაცა არ აქვს $-ს აი ერთი იმას ორი აქვს და ამას არა ერთი აქვს მეორე არ აქვს და აი პაპერებიც განსხვავებია აქვს იმას ეშვები აქვს ამას არ აქვს და რაღაც ხრელები აქვს იმას არ აქვს ხრელები და ამას აქვს ბევრი რამეში განსხვავდება მაგრამ შიგნითა სალონში არა მაგრამ იმას შიგნითა სალონში თუ დააკვირდებით დიაგოსტინის $-ებს 1.53 მასშტაბს აი ესეც მილიციასაც და თეთრსაც აქვს $-ის ტორპედო რატომღაც ჩილერება ეს ეკრეს რა არის ეს დიაგოსტინის მანქანებში შეცდომები სადაც რამე არასწორი რამე არასწორი სხვა მანქანის ნაწილი ჩაუდგავთ მაგალითად ერთ მანქანაში დაჯია თუ არ ვიცი რა ქვია რა დაჯი თუ რაღაცა ქვია ეგეთი დაჯი აქვს მოსკოჩის ფარები ჩაყენებული წინა ფარები რა ქვია ხო აი ესეთები არა მაგრამ მოსკოჩის აქვს კაი გადავიდეთ კონკრეტულად ამ მანქანის განხილვაზე მანქანა გამოშვებულია 1974 წელს 1974 წელს არის გამოშვებული თვითონ $-ი რო აი $-ი 4 წლით დიდია მასე კონკრეტულად ეს მოდელი არის $-ის მოდერნიზებული ვარიანტი ოღონდ ბევრი რამ აქვს შეცვლილი აი ხედავთ $-ს აქვს ეშვები და აი ამას არ აქვს ეშვები დაიმახსოვრეთ აი უკანა პაპერებზე და წინა პაპერებზე როცა ეშვები არ აქვს ესეთი მანქანას ეს არის 0.11 და როცა აქვს ეშვები აქვს არის $-ი და აი რაღაც ესეთი პარები რო არის თუ დააკვირდებით ეგ არის $-11 და თუ $-ი თუ არის სხვანაირი აქვს და კიდე პატარა პაუერტრიკი თუ აქვს თუ კიდე მეორე და თუ ერთი ცალი აქვს მაშინ $-11-ია არა ეს ვალეთში არაფერს არ გასხოვდება კონკრეტულად ეს მოდელი რა თქმა უნდა ახლა ეს მოდელი არის 1988 წლამდე გამოდიოდა აი ეს მოდელი 011 აქ რო არის კარბისფერი თუ კაკაოსფერი და ეს გამოდიოდა 1980 წლიდან 2010 წლამდე გამოდიოდა თუ ვაცები 79-ში დაიწყო წარმოება არ ვიცი და კონკრეტულად ეს მოდელები მე ესეთი კი განვიხილე ეს მოდელი ოღონდ 1.24 მასშტაბის გახსოვთ ეგ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო და აი ესე გამოდის აი უკანა ხარეები დეტალები ერთი და იგივე აქვს აი რუსულად წერია WAZ იგივე და აქ წერია მე წავიკითხავ ახლა მე რავი აი კონკრეტულად ეს ორი მოდელი არის ჩემს კოლექციაში აი ამას რაც შეეხება ეს წითელი ფერის არის თუ დააკვირდებით რა თქო მონარჯის პრო არა წითელია უფრო რაღაც წითელ ფერს მომგავლებს მე და კონკრეტულად რაც შეეხება აი ეს ორი მოდელი ეს შეიძლება $-ში ყველას მაგრამ ორივე ჟიგულია თუმცა ჩვენ ჟიგულები არის ეს ორივე მე ეს ორი მაქვს სპორტული ვერსია Muszę sobie regalach
სპორტულიც უკვე გავიხილე, მაგრამ აი ხედავთ რომ ეშლებათ კონკრეტულად აი ეს მოდელი და 0.7 და 0.1 და 0.11 ეს ვარიჯი, იმიტომ რომ თითქოს ორივე ჟიგულია, რაც არ ვამბობ, მაგრამ იმიტომ ეშლებათ რომ აი ხედავთ რომ როცა ეშვები არა აქვს უკადაწინა ამაქალას, აი კონკრეტულად აი ამას 0.11 ის არ არის 1 და როცა ეშვები აქვს, ის არის 1 უკვე. რაღაც ხაზები რო არ აქვს შავგინე პლუს. და ამას ლონში ცოტა დიდი ის აქვს, რა ქვია, დიდი აი რაღაც დიდი ლოგო რო არის, დიდი ტორპედო არა, გავხსენო. პანელი. ხო, უფრო დიდი პანელი აქვს ვიდრე ამას. ამას რა პატარა პანელი აქვს და ფარებში სხვაება. ისო დოლსაბის ძრავაც ეყინა ამას, ამ კონტროლ კარას. ამას. აი ხედავთ რომ მაგრამ ჩინელები ზოგიერთ რამეს უშვებენ შეცდომას აი მოდელებში და დიაგნოსტიკებში რა. რომ ხარი იმის ფარებს უკეთებენ, ხარი მისი. მაგრამ ეხლა კონკრეტულად დიაგნოსტიკი არ არის ჩინური კომპანია. აი აქ წერია დამზადებულია ამოვატრიალო. აი აქ წერია დამზადებულია ჩინეთში, წარწერა დიაგნოსტიკი. აი კაცი კი წერია უბრალოდ არ ჩინელები უფრო არ იციან საბჭოთა კავშირი და ისე დიაგნოსტიკით იტალიური კომპანია რო იცოდეთ. მაგრამ აი ხედავთ რა არ არის ჩინური კომპანია, მაგრამ ჩინელები არიან დასაქმებულები. მაგრამ აი ორივე ბანკანა ეს როცა აღარ იყვნენ კომუნისტები მაგ დროსაც გამოდიოდა და აი ეს მოდელი კომუნისტები როცა იყვნენ მაშინ გამოდიოდა და ისე საერთოდ ესეთი რამ იყო რომ აი ეს ჟიგული პირველად 0.1 რო იყო, მაგრამ ეს 0.1 არ არის. იყიდეს 1966 წელს ჩავიდა დელეგაცია დაპატენტდა მანქანა. აღარ ახსოვს უკვე ისტორიას და მერე უკვე 1970 წელს გამოვიდა პირველი ფერის ლურჯი. მერე გამოვიდა პირველი 0.1. და ეხლა რო თქვა რომ აი რატო განსხვავდება 0.1 და 0.3 და 0.5 და 0.1 და 0.7 და 0.6 ერთმანეთში. ამასაც აგიხსნით. აი სიტყვაზე ფოტოებში ვიტო ვაჩარებ რომ ნახოთ როგორი ბანკანებია და წარწერებში ვიტო ვაწერ. და თვითონ კონკრეტულად აი ეს მოდელი Fiat-ია რა სინამდვილეში Fiat 124 0.1. ხო, მაგრამ აი უკვე დიდი ხანია რაც ერთი თვე დავდე გახილვისდება ზაპოროჟეცზე 928-ზე. რავი რა როგორ გითხართ, კაი მოდელი კი არის და მომწონს, მაგრამ ცოტათი არ შელახულია. შალახული არ ეტყობა რო არის ეს მოდელი და აი ეს მოდელი კონკრეტულად ეს მოდელი რა. აი ეს მოდელი იყო ესე იგი უცხოეთში ჟიგული და ნივა კი გადიოდა, მაგრამ ლადათი გადიოდა რა. ლადა. ოღონდ იყო ვაიში ლადა 1000 რაღაცა 1500 1600. ეს მერამდენი ლადა არ ვიცი ზუსტად. არ წერია რომ მერამდენი ლადა არის თვითონ კონკრეტულად ეს მოდელი. და აი ეს არის მე მგონი აქ არ წერია ლადა 1600 ლადა 1500 ესე იყო. ლადა 21 რა ლადა რაღაცა ესეთი. ლადას ეძახდეს რატომ გაც უცხოეთში დღესაც ეგრეა. იმიტომ რომ რუსეთში ჟიგული რაღაც არის ერთი და ჟიგულოვსკაიაც არის ხინო რა ლუდი. რა როგორ გითხართ რა ესე იყო რა. და თა თვითონ აი ხედავ სარკეებიც აქვს. ამას ერთი სარკე აქვს, აი თუ დააკვირდებით, ამას 2. ამას 2 აქვს.
იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, აი ერთი სარკით გამოდიოდა საერთოდ ვაქანა რა. საბჭოთა კავშირში. საბჭოთა კავშირში კი არ გულისხმობ, მაგრამ ერთი სარკით გამოდიოდა. აღარ ვისაუბრებ უკვე მაგაზე და რავი რა ლადათი გადიოდა უცხოეთში რა, უფრო რაცა ამანქან შეჯიბრშიც მიიღო მონაწილეობა $1-მა თუ $11-მა. ამასაში მიიღო მონაწილეობა. აი ნიუ რომ მიიღო, თქვენ გახსოვთ პარიზ დაკარში 1983 წელს. თქვენ თუ გახსოვთ ეს 05-იც არის სპორტული, ეგეც პარიზ დაკარში აქვს მიღებული მონაწილეობა და კიდე 08 თუ 09-ს არ ვიცი. მაგმაქალი ლადა, იმიტომ რომ სოფიოში რუსული მანქანების კომპანია უფრო არის ლადა განთქმული რა, უფრო ვიდრე სხვა ავტომობილები და ნივა რა და ვიდრე სხვა ავტომობილები, მაგალითად სხვა ავტომობილების კომპანია. მოდი შეთესავდა მეთქვა, გაზი ისე არის გაზი ისე არის კიდე არც საპოროჟეცი არც მოსკოვში არ არის ისე გათქმული. მაგრამ ნივა არის ყველაზე პოპულარული ლადებში, უფრო უცხოეთში. იმიტომ რომ უცხოეთში უცხოურად აწერდი უცხოურად ენაზე თუ აწერდი ადამიანს, ეს იყო საექსპორტო თუ რაღაცა ისეთი მანქანა იყო, რომ უცხოეთში გაყავდა და რუსულად თუ არის შენი ქორწინებო რა. რავი აბა როგორ გითხარ რა. ასეთი მანქანა იყო კონკრეტულად შიგული და საერთოდ ლადა. თუ ლადა კომპანია დაფუძნდა და 1979 წელს მე მგონია თუ 71 წელს არ ვიცი. რავი რა ესე არის რა. აიგე კიდევ კონკრეტულ მოდელებს. ხო, მაგრამ აი ეს პირველი ლადა არ არის, მაგრამ პირველი ლადა არის $1, მაგრამ ეს $1 არ არის, ეს არის 0.11. აი თუ იმებ დაინახავთ ქუჩაში ესეც მოდელს, აი ესეც მოდელს. აი დაიმახსოვრეთ თუ ეს შობი არ არის, ეს არის 0.11. და თუ აქ სხვანაირი სკოპები აქვს. და თუ ეს შობი არის $1. ისე კაპეიკას ეძახდა ისე $1 ესე ეძახდა კაპეიკა იყო და რავი რა. კაი მოდელები არის ორივე მომწონს. აიგე ესეთი მოდელებია. რავი აბა ხლა ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა მეგონი და მე დაგემშვიდობებით გამოიწერეთ არხი, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება და მე დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.